ჩალენჯი გიოს ნაწილი 1. გიოს ვაში რა გამოიხმობდეს გადაარჩენ. ვაიმე, რა ვერ დაიდი, გოგო რა თქმა დაიწყო. კითხვა ნომერი 2. გიოს ყვადრო გოგო გამოგელოყეებს, რა უნდა ხა? არა! ხოლის არიდება მგარჩი და მიყვანოს ახლა. კითხვა ნომერი 3. გია ფაბულაში 2 დღით რომ მოვდივარ. რამდენი საცურაო ყოფილება? ფართორი იქნება 8000 ლაიქზე რა. აღარ დაალაიქოთ ხალხო, აღარ დაალაიქოთ. გაჩვენდი შენ. ალური ლოგიკა ნაწილი 6. იო ყველაზე მეტად რა მოგწონს შემში? ადამიანობა. ჰეპი ვეშაპია გიფისებს რა. ადამიანობა. ყველაფერი რატო დაფიქრდი მაგაზე? ფეხის ბჭილებიდან თმის ბოლო ღერამდე ყველაფერი მოგწონს შემში. ამას პასუხი რა თუნდა? კითხვა ნომერი 2. მანამდე კი არ დაგავიწყდეს რომ დაალაიქო ვიდეო და გამოგვიწერო. არ დაალაიქო. რომ ნახოთ როგორ ისკუპებს ოჯბეტონი გიორგი წყალში. არ დაალაიქო. გიო შენი აზრით მზე უფრო კარგად ანათებს თუ ნათურა? შენს გაუბერი. მზე. მზე. არც ერთი ჩამოთვლილთაგან, რა თქმა უნდა, მე რო გამოდივარ, აი ანათებს ყველაფერი, ყვავილები ამოდის, მე ვანათებ. და შენ ცხოვრებაში სიხარული, სინათლე და ბედნიერება შემოვიტანე, სხვა რა? აბა იმ ბალახზე რო გაიარე დაჭნა. ამოდი ახლა. კითხვა ნომერი 3. გიო ახლა ძალიან მარტივ კითხვას გისვამ. მონიკა ბელუჩი უფრო ლამაზია თუ ანჯელინა ჯოლი შენი აზრით? შენ ლალიკო, რა თქმა უნდა. აი მე კითხვას დაუფიქრდი რო გისვამ. ანჯელინა ჯოლი თქო თუ მონიკა ბელუჩი თქო? მან მე ვახსენე. ანუ ახსენე მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალი ვინაა თქო? ხლა რომ ეკითხა ყველაზე ლამაზი მსოფლიოში ვინაა თქო? რა თქმა უნდა მე. ამაში ორი აზრიც არ არსებობს. მაგრამ რო გეკითხები ის თუ ის, აი შეე რა მიდის შენი? განჭერეთ გიოს წამების მე7 ნაწილი დაალაიქეთ და გამოგვიწერეთ აუცილებლად. მამა, ფიტონის ხინკალი, კუბდარი, ყველაფერი ხაჭაპური მინდა, მამა. არ მაქვს შვილო, არ მაქვს შვილო. მინდა ეს. შეუკვეთე, ჰა? გამარჯობა. ხინკალი მინდა, კუბდარი მინდა, ხაჭაპური მინდა, ნუ მოკლედ ყველაფერი მინდა საერთოდ. აი. ერთი ცალი რა. ნახე მამა. აუ, შვილო, საღო, მართლა დაანგემრიელია. ერთი ცალი რა. მამა. ერთი ცალი რა გახდა? რა უშვილო, მართლა კაი არჩევანია რა. ხშირად მოვიდეთ ხოლმე აქ? მოვიდეთ. იგარი ხო. ჩვენ ვუსმენთ და არ განსჯით. დაიწყე გიო. ალიკო, შენთან პაიმანზე რო ვიყავი, პირველად რო შეკვდი და ძალიან მალე წავედი. მეორე რო მყავდა სანახავი და მაგითო. ჩვენ ვუსმენთ და არ განსჯით. როგორ არ განსაჯო? არა, შეიძლება. 6 საათზე წახვედი. იმ დღეს 6 საათზე დამყალო. ჩვენ ვუსმენთ და არ განსჯით. გიო, PUBG-ს რო თამაშობ ხოლმე და უცებ რო ინტერნეტი გეთიშება და გიჭედავს ხოლმე, გამოვაერთებ ხოლმე სპეციალურად ინტერნეტს რუტერიდან რო უნივს თამაშობ ხოლმე, ლალიკო რა. იმიტომ რომ ცოლსაც უნდა ყურადღება. რა? 10000 ლარიან საპრიზო იმას ვიგებდი რა. თანხას ვიგებდი. მე რაშ მაინ რას იგებდი? ჩვენ ვუსმენთ და არ გამჟით გენაცვალე რა. მე მაგთის რა ყველაფერი ვაგინე ჩემ ტყუილად. ჩვენ ვუსმენთ და არ განსჯით. ორკვებაზე რო გადავედით და ბოსტნეულზე რო ვიყავით. ხო, მახსოვს მე ორი ბურგერებს ვჭამდი და შაურმებსაც რო ისო. გატყუებდი რომ ბალახი მქონდა ნაჭამი.
მეც სამჯერ გამოვიძახე რაღაცეები. ანუ მეც ვარ ღვევდი დაკახელი. მე არ ხსვენია მაინც მართლა მაგას. დაკახელი შესიძახებდი. ჩვენ ბუსმენთ და არ გამსჯით. გიო გახსოვს შე რომ დაბადების დღეზე მიდიოდი ზუსტად 3 კვირის წინ. მე რომ ფეხი ამტკივდა და ვეღარ დავდიოდი საერთოდ და რო გითხარი რომ ჩემით ვეღარაფერს ვეღარ გავაკეთებ ერთ საჭყელს ვერც რაფერს და უნდა დარჩეთქო. სინამდვილეში საერთოდ არ მტკივდა ფეხი. აბა ღამე მარტო უნდა ყოფილიყავი იმ დღეს. კარგი. ადრიანა ლიმა რო დამიბლოკე ჩემ ინსტაგრამზე. ხო. ხო აკაუნტი შევქმნი და იქიდან ვალი ვერებ. ჩვენ ვუსმენთ და არ გამსჯით. დამპალი ხარ რა. ხო, მოდი აქ. ჩვენ ვუსმენთ და არ გამსჯით. გიო, ამის წიროფული მოგეცი და გითხარი ლალიკოს საჩუქარი უყიდეთქო. კიდე კაი რო არ უყიდე, ქაბაბს ხო ვერ შევჭამდი. დედაშვილი მე ჩემწინააღმდეგ ყოფილა. კარტები იშლება, ხაბა ბიჭამეს ჩემ გარეშე? შენიერი, ჩემი ჯერია. საუბრობ დედიჯან, ეგრე დამეხმარე, მე რაღაცა ძასეხმარები. ჩვენ ვუსმენთ და არ გამსჯით. ლალიკო, შენი საყვარელი გადაცემა რო დაიდო და ყურება რო გინდოდა. გახსოვს? მე და მზიკომ ინტერნეტი გაგითხრეთ რომ არ გეყურებინა. რადგან მოსაბეზრებელი იყო ჩვენთვის. ეგ რატო ჩვენ გამიკეთეს? ვუსმენთ და არ გამსჯით. ანუ იცი როგორ მიდოდა ყურება? დედა ჩემი შემგენა. გაგძელეთ. კარგი, მაშინ ჩვენ ვუსმენთ და არ გამსჯით. ახლა მისმინეთ ორივე? ერთი რა სიტყვის ნახოთ. მისმინეთ. გახსოვს მუსიკო გიოს დაბადების დღისთვის რო გითხარი რომ ერთად ვუყიდოთ საჩუქარი ბუცები ორიგინალი და 300 ლარი. მახსოვს. კი ბატონო, შე რო გამოგართვი და მე 200 ლარი რო დავდე. სინამდვილეში აქ ვუყიდი 150 ლარად მეორადი ბუცები და იმ ფულით ავდექი და ჩემთვის ორიგინალი ქურთუკი გამოვწერე. ეგე? და რო ვთქვი რომ ეს ჩემთვის მეორადია, მეთქი სინამდვილეში ჩემი იყო ორიგინალი. აი ეგრე. რა ადამიანობაა, გოგო, გამეხა 2 დღეში ის ბუცი და ცალი ბუცი დავბოდი 14 წუთი, რა უბედურებაა. ჩემთვის მინდოდა ის ქურთუკი. შენი ბრალია ეს გაათამინე, აი. ჩემ გარეშე რო ისჭამეთ ქაბაბი და გადაცემა რო გამომეთეთ. მამებულები ხართ. ნიმიდიაბა შენიც. ჩვენ ვუსმენთ და არ გამსჯით. ჩემ წინააღმდეგ არიან. ლალიკო. გზაში მივდიოდით მე და გიო 1-2 დღის უკან და შევხვდა შენი გამომწერი. ქონდა ხელში შოკოლადები და მოგცა ლალიკოს მიუტანეთო, გამოგვატანა შენთან. მაგრამ შენამდე არ მოვიდა, რადგან გზაში მე და გიო მჭამეთ. ჩარტი. ეგ არის ყველაზე მაგარი, რაც ჩვენ გვაყოფილებს კაბა. ძალიან კი მწყინს, მაგრამ რა წინ, მეტი ღირსია. ეგრე ხო, ჯერ გიოს ჯერია მემაცადეთ. ორი ერთზე ვარ დღეს. მომწონს. ლალიკო, დედა შენ რომ მომიტანა, დიდი მადუღარა რომ ეს ჩემგან საჩუქრათო ახალსახში გადახვედი და რაღაცაო. შეგ მადუღარა უკვე შატოსთან არის სახში, რადგან დაბადების დღე ქონდა 1 კვირის უკან, მე კიდე ფული არ მქონდა და ეგ ვაჩუქე. ნორმალური ხარ? ჩვენ უსმენთ და არ გამსჯით. შენ კიდე მადლობას მიხდი და რომ ლალიო მადლობაო გიომ შენგან გადმოცა მადუღარა საჩუქრათო და. კიდე კაი გითხარი. ვერ ხარ, დედა ჩვენ უსმენთ და არ გამსჯით, დედა ჩემი და ნუ მეშუქოვე მით უმეტეს არ შეიძლება. ბიჭო, ზვირიანი მადუღარა. მიხედე საქმეს, მიხედე. ეგ როგორ ვუთხრა ახლა დედა ჩემს? ჩვენ უსმენთ და არ გამსჯით. ისე შემიგო, ისეთი მადუღარაო, გექონება? ხო და ეგეთი მადუღარა იყო ყავი. მეგონება მანქანა მაჩუქა. აუ ვერ ხარ. ჩვენ უსმენთ და არ გამსჯით. ვაიმე. ხო და ეხლა თქვენ მემაცადეთ, ხო გითხარით მაცადეთ თქო. ჩვენ ვუსმენთ და არ გამსჯით. თქვენ რო გონიათ რომ მე არ ვიცი იმ დღეს, იმ ბავშვმა მე მომწერა რომ ლალი გემრიელად მიირთვი, შოკოლადები გამოვატანე მზიკოს და გიოსო. ხო და მაგის გამო რო თქვენ არ მომიტანეთ შოკოლადები, მივხვდი რომ თქვენ შეჭამეთ. გიოს აკაუნტიდან მზიკო, მე შენ მოგწერე რომ 150 ლარი მაჩუქედე მჭირდებაო და მე შენთან რო ვიყავით მზიკო, შენი აკაუნტიდან გიოს მივწერე რომ გიო თუ შეიძლება 150 ლარი მასესხეო ხო და ესეც 300 ლარი რო არიცით და 150 ლარი დღეს მაგიტო მაქვს 300 ლარი. რა ეპიქონია გულში რანაირი და თქვენ შოკოლადები ჩემ გარეშე ჭამეთ, აგრეთვე ქაბაბი. შოკოლადი დაგვიჭდა 300 ლარი. აგრეთვე ქაბაბი და დედა ჩემის ნაჩუქარი. მადუღარა, როგორ აშუქე შატოს. ვაიმე. რა ვიყოფილა
სიო. ციკო, ქაბაბი როგორ ჭამე ჩემ გარეშე? ზიკო, რა გულმა გამაბოროტა. რა გულმა მოგიწევს? გამაბრიყვა. ზიკო. 30000 ლაიქზე თუ ავა ეს ვიდეო, კარტები ბოლომდე გავხსნათ რა. კიდე გაქვთ რამე და მაშინ გავხსნათ. გაწყობს. კიდე დაზარალდები რომ გავხსნათ. 30000 ლაიქზე შევხვდებით ერთმანეთს რა. გია! მოდი! გიო, გეხოცე. შო, მოდი ნახე. წერა ხო შენ 4 ლუგბაში შეჭამე და მთელი 250 ლარი წამოჭი. აი, всё, კამერა ჩართული მაგ არ ხიშავ. ეხა ჩამოვდივარ ასლას კიდე. თუ 2 ლუგბაში შეჭამ რომელიმე ნებისმიერ პიცას 100 ლარი გრჩება. უცელი მტკივა რაღაც დაგიო. კაი, მიდი წავიდა. 1 2 3 წავიდა. ტკივა მუცელი. ამცხენია. რა მცხენია? რა მცხენია? წადი შენი ტუალეტში მართლა და. ბიჭო, მუცელი ამტკივა უბრალოდ რა იყო? ამოუჭრი ამ კადრებს. რა გიყურე მე სპილში? რა იყო ცხოვრებაში არ გიქნია? წამ. მე აუ კაი არა უშვებს თავიდან და всё მოდიში რა. წავიდა. 1 უკვე ჩაკბიჩა. 2 ლუკვაში ძალიან რთულია. აი მე მუცელი. უფ. აი მამაძინა. გალი ხანინა. ბიჭო, ხახაზი ეთქო. მოდი. აი რა იყო? ვერ გავიგე, ცხოვრებაში არ გიქნია. ამაწყროლე რა სუნი იყო? ის სამჯერ გააყურე მე. რა სუნი იყო? შედი ტუალეტში თუ გინდა რა. სუნი ვაფშე არ ყოფილა. თავს რატო იტანჯავ? გემწები გამაგებინე. ბიჭო, სუნი ვაფშე არ ყოფილა. ეჭი ტკივა ხოლმე და ხან მუზეს აბრალებ ხან შედი ტუალეტში რა. მე გამნაუზახარ ჩემი. ბიჭო, აი სუნი დაგიყო გეხოთე. ვითომ ის ლეიბი ტრაჭუნე, თუნდაც შენი ხმა, ჩემი. გეფცები არა. პროსტა სუნი საგიყო. არა მინდა სუნი საგიყო ხწენ მითხარი. რა ხმები იყო რა? თუ მაგრამ შედი ტუალეტში თუ გინდა რა. შევალ ხო, მათ სალდე ვაიმე. მე ლეიბს მქად ვაგინები, თუ ნამის ხმები ყოფილა ძელი ბანკი. თუ მაგრამ როგორ გააკვებს? ექვსი საათი არის მოვდივარ შენი დეზი სოფელი მო თუ დავდო მე ვიყო გეი თუ დავდო მე ვიყო გეი თუ დავდო მე ვიყო გეი თუ დავდო მე ვიყო ტრანსი თუ დავდო მე ვიყო ტრანსი თუ დავდო მე ვიყო ტრანსი თუ დავდო მე ვიყო ნაძირალა 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 გიო, რა ქიმთაბა? წახვედით ბიჭები? აჰა, ძალიან კაი. რავი, არაფერს მე ჩვენ მზადები გავდივარ. აუ, ძალიან დიდი მადლობა გიო, მიყვარხარ. აუ, ესე რომ წახვედი და ყვავილები რომ მოატანინე ხა ჩემთვის, რა საყვარელი ხარ. ეს ამხელა თაიკული ან ამხელა ვარდების ყონა, საიდან შეკარი ესე უცებ, როგორ დამიტოვე კართან. მიყვარხარ. მოიცა ეტო გამოვიდი. ახლა შავიანი ხალხი. ყვავილები რომ დამიტოვე და რომ მოატანინე ჩემთვის, რამხელა თაიგული არის. ვაიმე, რამხელა. ანუ 150 ცალი ვარდი, შენ ჩემთვის მოატანინე? აუ, ძალიან მიყვარხარ. მოიცა რა, ეს რა ფერმუნდან გამრახტილო ვერ გავიგე. ანუ კარზე კაკუნი იყო, გავედი და დამხვდა დიდი თაიგულების ყონა, ვარდების. და თან წერილიც იყო შიგნით და მადლობა რა. მე ხელი ყოსველი დაუყური და ვერაფერი ხო შემოიტანე. არა, ანუ წერილში ხო დამიწერე, ჩემო სიყვარულო ძალიან მიყვარხარ, ბოდიში დღეს გვიან მოვალ და რო გულები. შენ მე გადავე ვიან. ანუ ეს რა ყოლები და ის ყოლები. აუ მომიხარი მაგალითად მომწერე მომდი რა.
რა ნომერი მოგწერო? ნომერი არ წერია. შენ არ მომიტანე? არ მომიტანე ადამიანი, მე რა ჩუვიდან რა ყვავილები მოგიტანე, ის ხო არ ხარ. ყვავილები რომ მომიტანე, გიო. აბა ვინ მომიტანდა ყვავილებს? ახლა შენ გარდა. მე ლალიკოს ეწერა წერილებში. სიყვარულით ლალიკოს. ლალიკოს ეს მიშენ არაფერი რა მომიტანე, რა ყვავილები მოგიტანე. აბა ვინ მომიტანა? მოაშური გათო. არ დავინო, ეს ლაპარაკი მასალამას. ყვავილები გამოგიჟამნე. კარგი გიო, კარგი, წავედი. რა მოაშურია და. ხო, კარგი, კარგი. ვინა, არის გამოგზავნა ვიღაცა ყვავილები მოდი და შეუძლი. აი. სიტყვები ბიჭო. მოკლედ ლალი ხა ძალიან უნდა გავახარო რა. ერთი წამით მაცალე. ლალი სიურპრიზი მაქვს შენთვის. ლალი. რა. მოკლედ ეს რაღაცები ხდება რა. რა. მე ეს სიურპრიზი მქონდა ყოც, გადადებული მქონდა 5-6 თვის მერე რა. ასე რომ ეხა მომისმინე კარგად. ფოლოვერებს ვიცი რომ ძალიან მაგრა იმატებ და ბრავო შენ. ესეთი ჩელენჯი იქნება ასე ვთქვათ რა. თუ თვის ბოლომდე ახვალ 225,000 ფოლოვერზე სახლს ყიდულობ. რა? სახლს ყიდულობ. რითი მიყიდულობ სახლს? ანუ რაღაცას ვაგროვებდი ჩემთვის ხელფასზე ნამდვილად, მაგრამ პატარა სისხლსაც შევთავაზებ და მოკლედ რაღაცა გამოვა რა. მომყვები ჩემი. დებდი რა ხელფასიდან ასე ვთქვათ. შენი ჭირემე რა, წამო. მოდი, არა, სიტყვა ლალ. წამო. სიტყვა. ნამდვილ სახლს იძახი. ნამდვილი სახლს გეუნები. რაღაც ხოჯინა ბარბი რაღაცები არა? ნამდვილი სახლზე გეუნები. თვის ბოლოს თუ ახვალ 225,000 ფოლოვერზე მე სახლს ყიდულობ. ჩემი სახლი მომაჭი ხო? ეუბნები, აი 5-6 თვის უკან მე მომხდარ იყო ეს ყველაფერი რაღაც, მაგრამ მინდა რომ აი ხა გავაკეთე. თუ გამოგივა ჩელენჯი რა. ნამდვილ სახლს. აი ხალხიც ნახავს მან ყველაფერს რა. იცოდე თუ მათხოვდიო და რაღაც აი სათამაშო სახლზე იძახი 60 კვადრატი. მე რომელის მინდოდა? ბევრს ლაპარაკობ ხარ, მე გეუბნები. თუ 60 კვადრატი არ იქნება, მე რომელის მინდოდა უარს ვიძახი ამ ჩელენჯზე. მაშინ თუ იუარი. აბა რამდენი კვადრატი იძახი? რა მნიშვნელობა აქვს? მე გეუბნები სახლს გაჩვენებთ. მართლა იძახი? მართლა გეუბნები. დები? მართლა გეუბნები. არ მომატყუო. სიტყვა. აი მაშინ. ეხა ვიდეოს იღება? ვიდეოს. არ გათიშო. არ გათიშო. მეგობრებო, მოკლედ ეხლა არ ვიცი გიო მეღადავება თუ არ მეღადავება, მაგრამ მგონია რომ არ მეღადავება ისეთი სახი აქვს. ვიცი ძალიან ბევრჯერ გთხოვეთ უკვე, ის დააფოლოვეთ, ეს დააფოლოვეთ, დამაფოლოვეთ და ასე შემდეგ ვიცი. მაგრამ გეხლით რა საკუთარი სახლი მინდა და დამაფოლოვეთ, გთხოვთ. იცოდე გიო, ხალხი ამოწმე, მე ამ ვიდეოს ახლავე დავდებ და როსავალ ეგრევე მიყიდი. აი თუ კიდე ზემოდან კიდე მაზიან დაგიდებ რომ ვერ ახვალ. ზემოდან კიდე თუ კიდე 1000 ლარზე იყოს. რო ვერ ახვალ, ის ბოლომდე. რატო ვერ ახვალ? მოდი შენ თუ ვერ ახვედი 1000 ლარი მომეცი მე. არ მინდა ეგრე. რა არ გინდა, აი ხამ ხელაღაც შემოვდივარ და რა არ გინდა. ანუ ერთი თვის ხელფასი გინდა ჩემი. მოინდომა 1000 ლარი ხელფასი. კაი ხო, ცოტას მოგაკლებ. კაი იყოს. შედგა ჩვენი ჩელენჯი? შედგა. წარმატებები. შენც. დაბა მზიეს მანქანა? დია ორ კვირაში ვერ ავიდა. და ორ კვირაში ვერ ავიდა? ვაი. მაგრამ ხომ ის უყიდეთ გიო. კაი. კიდე ჩელენჯი შეასრულა და მე კაი. მე ცოლი ვარ და ოჯახში ყველაფერს განვაგებ. მე შვილი ვარ და ეს უნდა მოვისწრო, რომ მშობლები ყველაფერს მისრულებენ. მე ქმარი. მე ცოლი ვარ და თუ გიოს 8 საათზე დაგეგმილი აქვს ბიჭებთან ერთად გასვლა, მე 8-დან 5 უკლია ცუდად ხვდები. მე შვილი ვარ და რა თქმა უნდა, ყოველთვის მატანა ხუთს სკოლაში, მაგრამ რა იციან, რომ 2-50 იარს გობიანი. მე მამა ვარ. ჩვენ დედაშვილი ვართ და რა თქმა უნდა, როდესაც ქმარზე გაბრაზებული ვარ, ჩემი გოგოც გაბრაზებულია მამაზე. მეც მათქმევი რაღაცა რა გჭირ. კაი, ვიდი, აუცილებლად. ესენი ნებია. მე ოჯახის კაცი. და არ არის ხა საშუალო. მამა არ არის საშუალო. მინდა და კაი ის უშრო მის ხან ხალხო შეიძლება რა.
ყველას შევჭამ. აი მე. იმრიალს. საშუალებას მოდა გიგიდე. აუგიო, უცებ რამდენიმე სახელს ჩამოგითვლი და შენ რაც მოგაფიქრდება პირველი გვარი ის გამიცი პასუხი კარგი? მინდი. ო, რა იყო ერთხელ. კაი, უცებ. ლეონარდო, დიკაპრიო. ლებრონ, ჯამეს. ჯასტინ, ტიმბერლეიკ. მია, მია ხეცურიანი. ხეცურიანი. მია ხეცურიანი, ძმა, ყველა მიცის ვაფშე, საქართველოს მიცის, მთელ მსოფლიო მიცის მია ხეცურიანი. გამოჩენილი ის იყო. რატო დაფიქრდი მაგ? რატო თმარა გქ რა მოგქაჩო. ბარგი. გამოჩენილი იყო მართლა. ბარგი. კითხე ძმა, აი თუ ტყუი ვარ, ბარგი. ნახავ. უნდა ჩაგიბარებინა შენ ეს ტესტი და წინ გარეთ. არა უშევ წადი. გისგა. მეგობრებო, ჩვენ სამმა ავკრიფეთ 100 ლარი შევაგროვეთ და ვინც ყველაზე სწრაფად შეჭამს ვრაპ მასტერის ვრაპს, იმას დარჩება ეს 100 ლარი. ანუ ჩელენჯი გვაქვს. ვრაპესუნია. ფულის უნდა მიაყოლო. მიყვა? მოიცადეთ. მეგობრებო, Bolt Foods და Wrap Masters თქვენთვის აქვს ძალიან მაგარი გათამაშება. დამიქცეთ კომენტარებში და ვის კომენტარს ყველაზე მეტი ლაიქი ექნება, ორი ადამიანი ამოირჩევა და Wrap Masters და Bolt Food-ი დაგასაჩუქრებენ Wrap Masters პროდუქციით. ჩაო მაგარია. ეს მუშა. ვა, ზრუნდან. ვისი 100 ლარიანი? გეტყვით რომ დღეიდან Wrap Masters Bolt Foods ექნება 20%-იანი ფასდაკლება ნებისმიერ პროდუქციაზე და თუ გამოიყენებთ პრომო კოდს Wrap Master-ი, ისარგებლებთ უფასო მიტანის სერვისით და აქ შეგახსენებთ, რომ Bolt Foods აქვს 11 კილომეტრიანი მიტანის სერვისი, ანუ ყველაზე დიდი, რაც მიტანის სერვისებს აქვთ. მე ვარ ლომი და რა თქმა უნდა, ყოველდღე ვაძალებ ჩემ ქმარს, რომ მითხრას კომპლიმენტები. მე ვარ მორიელი. ლომი და იმდენად ეგოისტი ვარ, რომ ჩემი ქმარიც მაგასებთან წელიწადში ერთხელ გადის. მე ვარ მორი. მე ვარ ლომი და ჩემი ქმარი ვერსადაც ვერ წავა, სანამ შოკოლადებს არ მიყიდის. მე მორი. აქ მაქვს ჯეკ დენიელსი და მეორე ჩელენჯს ვუწყობ გიოს. ნუ ჩელენჯი არ არის. სამ კითხვას დავუსვათ ერთმანეთს, თუ პასუხს ვერ გავცემთ, დავლევთ და ესე გამოვთხრებით. გიო, მე ვიწყებ. დავაი, დაიწყე. ჩემ პირველ ძაღლს, რომელიც მყავდა, რა ერქვა? დროზე 10 წამში უნდა მიპასუხო. 10 წელს უკან ძაღლი ყავდა? დროზე. ბობი. რა? ბობი. ვა, ყოჩა. მართალია ფშო. გაი. ლოთები ჩელენჯი დავე. აი. როდის დავდე პირველი ლელო? რომელი წლის ასაკში? ხო რა. 14 წლის იყავი. დალი. მე რამდენი წლის იყავი? დალი. რამდენი წლის იყავი? 16. დავაი. დაცალა. ყველაზე მაღალი ქულა ეროვნულებში რომელ საგანში ავიღე? ისტორიაში. არა, დალია. ინგლისურში. ახლა 79 ქულა ავიღე 80-დან. ეგრე, მოდი შენ ჯერია. აი წინ ტელევიზორი ვიდეოს. რამდენი გადავიხადე მე? გადავიხადეთ.
შენ არასწორად გახსოვს, მაგრამ შენ გახსოვს, რომ 1200 მივეცით. აქციით მივეცით კი ბატონო ასო წინი. რა მეცვა პირველად, როდესაც შენ გნახე? ყვითელი კურტკა გეცვა, აი ეს პერსონები გეცვა, გუისა ესენი ხსლებიანი და ჯინსის არასწორია. პირველად როცა გნახე მეთქი. ეს იყო მის დაბადების დღე ზაფხულში, მიდი დალიმერატურსო. დავაი. რა ჩამჭრელი კითხვა იყო? ხა. წავიდა. ვიცოდი რომ მაგაზე წახვიდოდი. წარია ვისკი. კაი, კიდე აქვს შეკითხვები? არა მოიგე. ვაფშე აღარ მახსოვს. და რა თქმა უნდა, მე ამ ჩელენჯშიც მოვიგე. გოგოებო, ჩაინიშნეთ ეს და გავუკეთეთ ბიჭებს ეს ჩელენჯი. მოიგებთ, მაგრამ მეც დავთვერი. ას გავხარ. გიო, როგორც გითხარი, ახლა ერთ ფოკუსს გიტარებ და გავაკეთოთ, დავიწყოთ. ნახე, ესე ვკეცავთ. არა. ნახე, ესე ხო გავაკეთე, ახლა გავაკეთე შენც. მაგხელი დავარტყა? ხო, ანუ რასაც გავაკეთებ, ის გავაკეთე მარტო. ახლა ნახე, კიდევ ვკეცავა ესე და ხევ. აი ესე ხევ. ეხლა არ გამამთელო. შენ დაიცადე, მაგარ ფოკუსს ვატარებ. აი ესე ვკეცავ მერე და ახლა საბოლოო კულმინაციის ჯერი დგება. დაურთლო? ლამის გადამსდა. აბატიე. აი ფოკუსი იყო. მართლა იყო. ფენერი იყო. ეს ვინ გახსნა? ანუ რატო არაფერს არ აჩერებ სახში? აი უცებ რა ვიღაცა შემოვიდეს სახში, არაფერი არ უნდა იყოს. ვინ გახსნა მათე? არ ვიცი. მითხარი არაფერს არ გეტყვი. არ ვიცი. მითხარი, მართლა არაფერს არ გეტყვი. ნუ მატყუებ. არ ვიცი. მითხარი. არ ვიცი. მართლა არაფერს არ გეტყვი, მითხარი. აი მომედავს. ჰა? მე შედების კითხვას აგისვამ და თუ პასუხს ვერ გასცემ, წყალში გადაგაგდებ. კაი, ხელი მომეცი, ცოტა გადაიწიერო და გიჭირო. ეხლა მინდა რომ შენ წავიდარო სიმღერა, სადაც ურევია სიტყვა შენი. 1 2 3 შენი ბრატ. ამოთვალე იმათი გოგოს სახელი, რომელიც შემომდეგ ყოლია. მარი თამონა თეო დებილო. ეს მართლა თვლიდა, თუ გაპატიო. შენ ცხოვრებაში ყველაზე საუკეთესო მოვლენა რა არის? 1 2 3 არა. მე რომ მომყარი ცხოვრება. გიო, ჩამოთვალე იმ სამი გოგოს სახელი, რომელიც ყველაზე მეტად გიყვარს. ლალი, ზია და ნანა. ვინა? ნანა. ხო, დედა და მე უნდა გიყვარდა ყველაზე მეტად. მესამე არ უნდა გეთქვა. შენი ეს გათხოვილი ქალისთვის ყველაზე დიდი ტკივილი რა არის? 6 რო ხმარის ხელფასი არ აუღია. ოჩო? ბრავო. მაგრამ მე ისეთი გოგო გამახსენდა მაინც ეს რომ ღირსი ხარ. ძალიან კარგი. ამოდი ახლა ნუ მატრაკეცო. ამოდი. საკეთე დედა, მამა მესშია, ხო იცით როგორ მიყვარს თან და არ დამაჭამოთ მე. მაგას წამა რა, მოიტანე მილიცებში, მოიტანე. კაი. წამას არ დამაჩდის. მარტა შენ გააჩინეს რა არის? აჰა, დაჟექი და მიდი, თემრიელა, საბა შეგერგოს. გიო, წამოდი შენ ჭამოს, წამოდი. წამოდი ლალი, წამოდი. გავაგზავნოთ ჭამა. ეს რა არის? რას ქვია რა არის? ეს ასნა ყოთა. ხო მიდოდა ჭამა, ხა მიდი, ჭამე, დროზე, კარგად. გავაკეთე დიდი პირი, მიდი შვიდო. მიდი. წამოდი გეჩვიდო. შეგერგოს შვიდო, გაიხარე. მე ცოლი ვარ და რა თქმა უნდა ჩემი ქმარი ძმაკაცებთან ტკბეულის გარეშე ვერ გადის. მე შვილი ვარ და როცა ბოლსკუთი და რაიმის გამოძახება მომიდება, ყოველთვის ვიზახებ მამას ტელეფონით. მე ქმარი ვარ. მე ცოლი ვარ და რა თქმა უნდა, როდესაც შვილთან ჩხუბი მინდა, ყოველთვის ქმარს ვაქეზებ, რომ ეჩხუბოს. და მე ისე გამოვშდე, რომ არ მიჩხუბია. მე შვილი ვარ და ყველაფერი მამას კისერზე არის.
მე ქმარი ვარ და რა თქმა უნდა 1000 ლარიდან 800 ლარი სოლშვილს ხმარდება. ჩვენ დედაშვილი ვართ და ერთად ვადგენთ გეგმებს თუ როგორ დავხარჯოთ ქმრის 1000 ლარი. მე მამა ვარ და იმაინ დაიტოვებინაც. არა ვთქვი, ბოლფულიდან გამოვიძახეთ. კიო, სად გაგაქრალფასი? ხო. აბა თუ გქონია რატო არ მოგვეცი გუშინ ჩანთა რომ მინდოდა შვილი? ხო. აი მე გამორთი კამერა. მიდი გამორთი. აი ხა გამოიცა გამოიცა. დროზე, მიდი დროზე. დედა მოგო. ეს რა გააკეთე, ჰა? დედა. ჩელენჯი ლალის ნაწილი 3. ვინ კოშენტი გოლ მასადორი? ნათია. რა ნათია ქალბატონი ნუნუი. რომელიც საგანი მიყვარდა ყველაზე მეტი? მათემატიკა. საყვარელი სპორტული ბრენდი. არმანი. კი არა. შენ გადა ჩემამდე მიმოხარია. რა თქმა უნდა. ხალები უფრო ძლიერებია თუ კაცი? ხალები. სადევასთან გოგო ეს ტელეფონი გული გადამიტრია და რა აღარ ვიფიქრე ღმერთო. ასული არ მეგონო სახლში იყავი უკვე. რომელ დაქალთან ხარ? დამალაპარაკე აბა დედამისი. ბებია მისიც. მაგათი კარის მეზობელიც მალაპარაკე. კატასაც მიეცია ბაყურმილი. მაგათ ოქროს თევზი წავდათ. ასე სად მიდიხარ გოგო? კაბაგაცლია თუ კამარება და ამილაპარაკოს იმ თელი სამასადლო. ფეხს ვერსად ვერ გაადგამ სანამ სახლს და ასე მიმდინარე სამ უბანს და სამ ქალაქს არ დაალაგე. თელ ჩემ სამეზობლოს ჭკვიანი შვილები მიეცი მე რა დაგიშავე ღმერთო. რაცხა შენი ამაღლებული ხასიათი არ მომწონს და იცოდე თუ სევერინგი გაიკეთე და სადმე რამე გაიხრიტე მიმდინარე 23 წელი სახლში ფეხს ვერ მოადგამ. გახდები დედა და მე მიხდები ჩემ თავს და დანარჩენს მე გეტყვი. სად გაგიშვა? არ ვიცი მამა შენს კითხე ისა სახლში უფროს. შვებს? ზატო მე არ გიშვებ ფეხს ვერსად ვერ გაადგამ. რა 2 ლარიანს მთხოვ გოგო კიდევ შარშანწინ არ მოგეცი? არა საიდან მოგაქერთი გამაგებინა რომ შენი ძმა უფრო მიყვარს. რადგან იმას ბინა ვუყიდე მანქანა და მიწა და შენ სასალფეთკე? ჩელენჯი ვიც კითხავს ვერ გამოიცნობს. დავახჩობთ ნაწილი 2. გიო, როდის წამიყვან კიდე დასასრულებლად? ეხა აღარ მაგ ფული და შენი აზრით ცისფერი თვალები უფრო მომიხდებოდა თუ მწვანე? მწვანე. რაც მაგის. გიო, ყველაზე მეტად რა ფერის კაბა მიხდება? ვარდისფერი, იასამნისფერი. არა. ყველაფერი მიხდება მე. გიო, რა ფერი გიყვარს ყველაზე მეტად? ლურჯი. არა, იასამნისფერი და ვარდისფერი უნდა გიყვარდეს, იმიტომ რომ მე მიყვარს. მიშულეს ბიჭო რაღაც. კახეთში ვარ. ვილაჯიოში. ჩამოვაკითხეთ ბიჭო. გიო! მოდის. გიო! გიო, მე ჩამოდივარ ასლას რომ ბურგერ ფერედაისის ერთ ბურგერში შევჭამ 4 წუთში. 200 ლარი ჩამოდივარ და 3 წუთში. 3 წუთში შევჭამ? ბაზარი არა. აი ბატონო. აურა ხევა. მოგლეს მინიშნავ 3 წუთს. 1, 2 და 3. ჩავხტა იმენი. აი ესე თვითონ რომ ამიწურება დრო დაიკავს. რომელი ჯახო დასობაში? ემსავრეთ მე. ძალიან დიდი ბურგერია. ვა. მაგარი გოპერია. Todo frio. Bismillah. Vale. Şans ya bak. Çok zor. Uyuyor. Bak bak. Oradan geliyor. Bakın. Sağım emniyet burada diye makla. Yoksa da bakacağım. Oğlum çok iyi yapıyorsun. Ne oluyor şimdi? Au, rasisule გავაკეთე. Au, დაჟე დრო მოჩა. Au, კაირა. არ მოგამი ჩელენჯებინა, აი. დებილი ვარ.
ჩამოვიდი უბრალოდ წერჩი. გადი. ოუ, აი რაღაცა იყო. საო ბურგერები დაისმართლა რა. ლალი ისერი დამეჭიმა გეხოწები მოდი გამიხსენი რა ისერი დამეჭიმა და მოდი გამიხსენი რა ხო დამეჭიმა არა ლაივში ხარ? არა როგორ გამიხსნის მაინტერესებს რომ ვისწავლო არა როგორც გიხსნი ხოლმე მაგას გულისხმობ? აი აქ მაგარი დაჭიმული ნო მასაჟი გაგიკეთო გინდა? აუ აი აჩი ისე გაგიკეთო როგორც გიკეთებ ხოლმე? ხო რა აი კაი დაიცადე. აუ ძალიან მტკივაჩი კაი მზად ხარ? მე გადაატრიალე აღაც რა კაი დაიცა ერთი. უარ გატკინო, როგორ გაშიშებული გაქვს, არ გატკინო ესე. კაი უცებ. 1 2 და 3. რა ხმა იყო ეს? აუ ჩემი აუ მე მგონი მომტეხი ისე კისრი კისრის ხმა იყო. აუ დაატრიალე თავიდან რა რა დავატრიალე? ძალიან ტკივა იხა მართლა რა დაიცადე ნელა. აჰ რა ისაკეთ? რა კაცინებს? ოუ ჩემი აჰ რა საკეთებ? აუ რა საკეთებ ბიჭო დებილი ხარ? გაუშვი. ბიჭო რა ჭირს? აუ ჩემი აი რა საკეთებ და რატო იღებ? აუ შედამპალო. გია! აწეც მაგი! ერთ-ერთმა სპონსორმა გამოგვიგზავნა წვენი და გითხრა რომ დააგემოვნეთ და ვიდეო ჩაწერეთო რა და ხალხს უთხარით რომ კაი ვიდეო არისო რა ანუ ვიდეო კი არა უბრალოდ კარგი წვენი ეხლა ჩავთავო და შენ გასინჯე და შენ ხარი ხალხს ვიდეო ჩაწერეთ რა ხო გამარჯობა მეგობრებო დღეს ერთ-ერთმა ჩვენმა სპონსორმა გამოგვიგზავნა წვენი სახელად ჯუსი რომელიც არის 100%-ით ბოდიში ნატურალური და დღეს ჩემი უყლე დააგემოვნებს და დაგიზიარებს როგორი გემო აქვს როგორც ვიცით არის ძალიან გემრიელი აქვს განთქმულია ნამდვილად ბევრი დაუჩინდია მეტი აქვს ფორთოხლის არომატი გემო ყველაფერი არის ძალიან გემრიელი ფიურა საკეთებ გიო რა საკეთებ კამერა ითას კაი თავიდან ვიწყებ ორი წუთი და ხომ ეს გააკიარო რა გჭირ თავიდან ვიწყებ დღეს თქვენთან ერთად დავაგემოვნებთ დააგემოვნებთ ჩემი ქმარი და გვეტყვის თუ როგორი გემო აქვს ფორტოხლის არომატით არის გემრიელია ხო გიო მე უკვე გავსინჯე პირადად ერთი ბოთლი არის უგემრიელესი ჩემგან რეკომენდაცია აგიო ახლა შენ რა სიტყვი სანსტობა მე მოსვი გიო გითხრი სულ გაუყიარო თქი არის როგორ ჟავი წარია რა მან წარია მე გავსინჯე უგემრიელესია თავიდან ვწერა ახლა და აჩახა კამერაში გამურდი კამერა მოაშო რა არა გიო თავიდან ვიწყებ ეს ვიჭველი უნდა დაიდოს ეს ვიდეო და რა
რა? არა თუგებ გიო ნახე როგორი კარგი შეფუთოა დიდი ამბავია ხა თქვი რომ კარგი არის და ობა თავიდან ვიწყებ და ანუ კიდევ არა ზარვი ანუ კოპტერი ბუთი გაცალე გაბრიელია ძალიან всё ვიწყებ გიო არ ვიდა რა всё ეხა ვიწყებ თავიდან და ჩაწერო ხო ნუ ცოტა მოსული რა ძალიან ცოტა დაუსიჯავ ხა ეგრე კაი 1-2-3 ვიწყებთ მოგესალმებით მეგობრებო ჩემი ქმარი უკვე აგემოვნებს წვენს რომელიც არის 100% ნატურალური და სპონსორმა გამოგვიგზავნა უგემრიელესი არის დიდი რეკომენდაცია ჩემგან ამ წვენს დანარჩენს ჩემი მეუღლე გეტყვით იმიტომ რომ მან ახლა თქვენ თვალწინ დასიჯა აი უგემრიელესია ნამდვილად მართლა აი სულის გარეშე რა ნუ ვიხარ ვისაც სიმჟავე და სიმწარე არ უყვარს ის ვერ დააგემონებს ალბათ რა ეს ყველაფერი შუქის ბოქსია ეს არის ალბათ რა ვიცი ძალიან მაგარია ნამდვილად მაგარი ის ჩვენ გვაქვს კიდევ 10 ამდენი და ჩემი მეუღლე დღეს დიდი სიამოვნებით დალიფა მეც ჩაგვიჭდებით ფილმზე ეს ხოდა შორის კოპეური გვაქვს და შეგვეხმიანება შეგვიძლია ვაჩუქოთ ხო უგემრიელესი ფოტოები შეგვეხმიანება აქტივად გავაჩუქებთ და ერთ დავიტოვებთ ოჯახში და მივიქნებთ ამას უგემრიელესია და მინდა რომ ჩვენ გამომწერებს კონდეს ჩვენგან საჩუქარი გვიყვარხართ მეგობრებო უგემრიელესია დიდი რეკომენდაცია ჩვენგან სადღაც ალბათ 10-დან დავუწერდი 9-ს ალბათ უგემრიელესია ნამდვილად რა აბა გემშვიდობებით მეგობრებო შეგვიძლია ხო ხედავ საზისხობა კიდე ნუ მოგდონა ნორმალ ვინ გამოგაგზავნა და ერთი კომპანია არის დამხდა დღეს წერილთან ერთად გაჩვენა ჩელენჯი გვაქვს მე და გიოს ვინც სწორ პასუხს ვერ გამოიცნობს იმას ჩავახჩობთ პირველი კითხვა რამდენი წლის ვიყავი როდესაც მუშაობა დავიწყე 12 წლის ბავშვი მუშაობდა სადმე 17 წლის ცხოვრებაში არასდროს რომელი სპორტის სახეობაზე არ მივლია წიდაობა მივლია ცხოვრებაში რა ფერის კაბა არ ჩამიცვამს ყავისფერი ხო კაი ხო ყავისფერი არ მცირია რა ეხლა მოდი ალი კისმენ ყველაზე მეტად რა მინდა ამ წელს გინდა რომ ბინა ვიყიდოთ 105,000 ფოლოვერი ყველაზე მეტად რა მიყვარს საჭმელი ოჯახური შემწვარი კარტოფილი კიო კატლეტი მართლა ოჯახური იყო აჰა იშველეთ ბიჭო რაღაც და ამ ჩემპიონატში გამარჯვებულია ლალი დაგოფოლოვეთ მაინც გაიმარჯვა ლალი ვაი ხალხი არ ხართ მიშველეთებს რა ვიცი რა გითხრათ სხვანაირად გიო თუ რეკორდს მოხსნი მაკდონალდსში მიყავარ მოხსენი ახლა თუ ვერ მოხსნი მაკდონალდსში მიყავარ აჰა და მაკდონალდსში მიყავარ კიდე? კაი თუ კიდე ვერ მოხსენი ზევიდან ნაყინს დამიმატებ გასმის? თუ კიდე ვერ მოხსნი რეკორდს ზევიდან ნაყინს მიმატებ მაკფლარს M&M-სით არა იმითი ნესკვიკით ეხლა მოხსნი ჩემ ჯინაზე მაინც და მაინც რეკორდს აჰა საცდაობა იყო მაკდონალდსში მივდივართ ეს სამწუხაროა გიო ფოტოს გიღებ და Facebook-ისთვის მინდა ცოტა გაიპრანჭე ლამაზად Facebook-ისთვის მინდა გაიღიმე შეიძლება იცი ხოლმე კარგად გაიცინე ეხა პროფილში დადექი ძალიან კარგია გვას გამომხედე Facebook-ისთვის ფოტოს ვიღებ მიდი გიოსთან დადექი ერთად გადაგიღოთ დადექი უცებ აუ რა კაი ფოტოა კი კარგად მაჩვენეთ სიყვარული რა კარგები ხართ ხო Facebook-ისთვის მინდა ერთი აქედანაც ერთი Instagram-ისთვისაც ცოტა კაი ფოტო გადავიღოთ და კი ძალიან კარგი ახლა ერთმანეთს გახედეთ აბა
ძალიან კარგი არის მომწონს всё გიო მებლატავება და მეუბნება რომ ამ ხუთ ჭიქასო მეოდ მანამდე დავლევო სანამ შენ ამას დალევო ანუ მოგიგებო და შემეჯიბრეო თვითონ ჩამოვიდე 50 ლარს აგერ მე 40-ში გამოჩინე მეტი არა მაქვს და ჩამოვედი და ვინცო მოიგებსო ემას დარჩესო ხო და ერთი ხელი უნდა დაილიოს ერთი უკან ერთი დაილიოს და შეხება არ შეიძლება ხო ნუ შეხება არ შეიძლებაო და რა ვიცი კაი დავიწყოთ მოდი დავიწყოთ ხო 3 ერთი ხელი უკან მომხონდეს ხო 3 2 და სულ დავლიო 3 2 1 და მეკცა შეიძლება აი ხო დავიწყოთ 3 2 1 სადავაკეთე აუ გიო რა ვაზია რა არ შეიძლება ანუ ერაფერი შეხება არ შეიძლება მოგიხარ და ეს მე აქ ჩაგიგდო დალე აგეკნა მაგამდე აუ ტიტანი აუ 40 ლარი დადე აქ ოპა სულ წასვლის დროს რატო უნდება ესეთი რაღაცები ახლა გავდიოდით მე ვსწავლობ შია და გონება მოგდახშული არ შეიძლება ესე ეგ უნდა რა ადვილი იქნებოდა ხა მართლა 5-ში გადავლები და მოგასწრებდი 5 საათი მიდალე სულ ძალიან ბევრი ვიფიქრე ამაზე დავთანხმებულიყავი თუ არა მაგრამ რა ვიცი რომ დავფიქრდი მარტივი იყო მიდალეო არ მაგრამ აუ ესენი ერთმანეთთან ახლოს რატო არ დამადებინე ხო ვიძახდი ეს ახლოს ვიდოს უფრო მალე ავიღებთ ხო დამიდა შორშო შოჩიკა დაედო თურმე გიო არის გასული მაღაზიაში დარჩა ტელეფონი და გადმოვწერე აპლიკაცია შემიძლია გავაზიარო მისი ეკრანი ტელევიზორში და ვნახო რას აკეთებს ჩემი ქმარი რა აპლიკაციებში შევა რას გააკეთებს მოკლედ ახლა გავთიშოთ და დაველოდოთ ჩემ ქმარ მოხვედი პატარაო გამოიტანე გიო მგონი შეტო გირეკავდა და გასული რო იყო კარგი ტიკტოკი გახსნა ეგრევე ვაიმე ამათ გვერდზე გადავიდა ეხა ხედავთ ვაიმე დებილი ვაიმე შენ მოდი აქ უბრალოდ გამოდი ახლა მაგედან ვაიმე როგორ უნდა გცემო გიორგი გამოდი მაგედან გიო პატარა რა შვებოდი ამდენი ხანი შატოს ველოყარებ მერე შემოჩაირ ცოტა ხანი აიმატე რა ვიცი სკროლ ცოტა ხანი რა სკროლე პატარა TikTok-ი ვარ ყრასმა რა უნდა უსწავლო მათ შეიძლება რა სკროლავდი რა სკროლე ბოლოს რაც ისაა რა უყურებდი ჭამის და რაღაც ვიდეო იყო რაღაც აქციის რაღაც ვიდეოები ჭამის თუ ვიღაც დიდ სტრაკა გოგოების ფოტოებს უყურებდი ვიდეოებს უბრალოდ რა სისულელებს რო პარაკობ ნახე მიდი აბა რამე გახსენ ტელეფონი აი ხუმრობ რაღაცებს სისულელებს აბა ტელევიზორს გახედი ახლა ჯობს გაიქცე ოღონდ მართლა შედებილო მოდი აქ ეს უყურებდი მოდი მოდი გავდივარ სად გადიხარ მაგაზე გავდივარ ძმაკაცებთან მე რამდენი ხნით გადიხარ არ დაგავიწყდეს ჩვენ ხელშეკრულება გვაქვს გასადები ხელშეკრულება გიოს ძმაკაცებთან გასვლის შესახებ ეს სადა დავიწყდა თუ 10 წუთით გინდა გასვლა სნიკერსი უნდა მომიტანო
15 წუთით ტვიქსი, 20 წუთით გადიხარ ბაუნტი, 25 წუთით გასვლა გინდა ნებისმიერ სახის ვაფლი არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ბევრი იყოს შეგნით. 30 წუთით გასვლა ჟელიბონი დაგიჯდება და 40 წუთი კიტკეტი. მაგრამ ძვირფასო აქციები მაქვს. აი სნიკერსი და ტვიქსი შეგიძლია 30 წუთით წახვიდე თუ სნიკერსს და ტვიქსს მომიტან 25 წუთის ნაცვლად. ტვიքს, ბაუნტ და ვაფლს თუ მომიტან 60 წუთის ნაცვლად 65 წუთით. მაგრამ გვაქვს ძალიან მაგარი აქცია. სნიკერსი, ტვიქსი, ბაუნტი, 2 ვაფლი, 2 ნებისმიერი სახის ჟელიბონი და 2 კიტკეტი 3 საათი და 25 წუთი. 3 საათი და 15 წუთის ნაცვლად. ბოლოს შემოთავაზებას ავიღებ თუ. ბოლოს აიღებ? იცოდე ზუსტად 3 საათი და 25 წუთზე აქ ხელი მე მოაწერო ამას. მიდი, გელდები. მომტანე. ყველა. ერთი სნიკერსი. ერთი ტვიქსი. ერთი ბაუნტი. 2 ცალი ნებისმიერ სახის ვაფლი, რომელიც გადიხარდება. დროშენი, კარგია. 2 ცალი ჟელიბონი. ჟელიბონი. ხო, ისე ამ აქციას ვერ გამოიყენებს. გაქვს? 2 ჟელიბონი და 2 კიტკეტი. აუცილებლად. ძალიან კარგი. აქცია შედის ძალაში, მოაწერე ხელი თუ შეიძლება. თუ შეიძლება საზოგადოებას დაანახე რომ ჩვენ ნამდვილად მოაწერე ხელი. კი ბატონო. მოვადასტურე. ზუსტად 3 საათის და 25 წუთის გასვლის შემდეგ შენ სახლში უნდა იყო. კარგი. A few moments later. სათხარგიო? ზუსტად 3 საათი და 27 წუთი გავიდა. და მოდიხარ კიბეებზე. 1 წუთი რო გჭირდება აქ ამოსასვლელად და 3 წუთი იგვიანებ, ხვდები ალბათ. გატრიალდი ახლა მაღაზიაში და ამ 3 წუთის სანაცვლოდ რამე წამოაყოლე. ბარნი. ეგრე მარტივად ვერ გამოვძვრები. ბარნი, 3 წუთი ბარნი. ზიახ. მიდი, გელოდები. კაი. შემოვდივარ რომ 10 ლუკმაში შევჭამ. მე ჩამოვდივარ ამას ლარს რომ მამა შევჭამ 9 ლუკმაში. 8-ში. 7-ში. 6-ში. შენ 6-ში მგონი მართლა შეჭამ მაგას. კაი, მე შევჭამ 5 ლუკმაში. კი ბატონო. რა? კი ბატონო. გაჩელი. ეს რა გიო. ანდა გაჩელენჯებინე და მე დაგაჩელენჯებდი. რატო? 5 აუ, შანსი არა. ეგ 2 ლუკმაა და აი ეს შევჭამ. აი 6-ში და ჩემი ეს ფული. 6-ში ჭამო? 6-ში მე შევჭამ და ჩემი ეს ფული. აი მიდი. ეხა თუ დააწყვეტ. ამას შევჭამ და რა. ერთი. ორი. კაი აღარ მინდა ხო? აიღე. ამას ფულის ამ უკმაში შეჭამურკოსო. ანუ რა ხელა პერსახებ, რანაირად ჭამეგრე. კაი რა. კაი ნუ ყველა ხვდებით უკვე რო წავაგე, კაი აიღე ფული და წავი. გიო მოიცადე არ შეჭამო. აი ამ 200 ლარს ჩამოვდივარ, თუ შენ მაგას 3 ლუკმაში შეჭამ, მე ამ ფულს მოგცემ. თუ შენ მაგას 3 ლუკმაში ვერ შეჭამ, გამიორმაგებ აი ამ თანხას, ანუ და დავიმატებ, არა, ზევიდან დავიმატებ 200 ლარს რა და მე დამრჩება და პლუს ზევიდან მიყიდი ნაყინს, მაგ ლარს. 3 ლუკმაში? ხო, 3 ლუკმაში. ანუ გამიორმაგო კი არა, 200 ლარი დავიმატე ზევიდან რა. შენ მომცემ 200 ლარს. გაწყობს? მედია მოიღე 200 ლარი, დამიდე აქ. მიდი, დავაი, მომე. ჰა? 3 ლუკმაში ამბობ? 3 კი. მიდი. როზე გიყურებ. 3 ლუკმაში 4 მაინც. 3-ია. არა, 3 იყოს. თუ არ შეჭამ ნაყინს მიყიდი. და ეს 200 ლარის მე დამრჩება შენი.
რაიმე. ბიჭო, რა იყო? წისქვილი ხარ? რო კითხოს კაცმა 4 ლუკმა გინდოდა და. აი, 2 უნდა მეთქვა რა. მან ხატარადოს არ ვაგებ მე ამ. 2 უნდა მეთქვა რა, დებილი ვარ. ეგ უკვე 3 იყო. კაი, დაიბრუნე შენი 200 ლარი უკვე. კაცური ლოგიკა ნაწილი 2. ჯიგრები ხარ ვიდეო დაალაიქ. ხარი, არ დაალაიქოთ, გთხოვთ. აი, ჩამაგრჩო. დავიწყოთ კითხვა პირველი. რა მოხდება თუ კი სახში გადადებული 100 ლარიანი გაქრება? ზებნას დავიწყებთ. მართალია. ისე ვაზისუბნის მარშრუტკას გავაყოლებთ მშობლებთან და დაუტოვებ იქ. გიო. კითხვა ნომერი 2. რა დაჯდა შენი დეითი პირველი? რომელი პირველი დეითი? მთელ სამეზობლოსთან ერთად რო წამიყვანი და ლაფშა მაჭამე? ეგ იყო? მე გადავიხადე ეგ 30 ლარი. 40 ლარი მქონდა მესასუდროში. ამას რატო ვაჭამე? წავსულიყავი უდი დამელია ბიტთან ერთად არჯობდა. აროჩი, თავიდანვე შევწდი და შენ ვიდეო დაალაიქე. ფართ 3 რომ მოვხოდოთ გიჟი და გამოგვიწერე. სუდი ყოფილა ხალხო ჩახჩოვა. კითხვა ნომერი 3. რა ჯდება შენი შენახვა ლალი? თვეში? შილაკი 50 ლარი საშუალოდ, დიოდი 70 ლარი დაახლოებით, თმას თუ გავიკეთებ, რავი 30 ლარი. მაგაში მომწვევ ახლა ფასებში? არაფერი, უბრალოდ მართალი ხარ. ამდენი ჯდება ცოლის შენახვა. ასე რომ სანამ ცოლი არ მოგიყვანია, დაფიქრდით, არ მოიყვანოთ. ხალხო მიშველეთ. ქმარი მახრჩობს. ფართ 3 6000 ლაიქზე. და არ გამოგვიწერე. დაალაიქოთ ხალხო გთხოვთ. დაალაიქე რომ ვაჯობოთ ქალებს. კაცური სოლიდარობა მინდა. გიო! მოდი! გიო, გეხვეწები. შო, მოდი, ნახე. წერა ხო შენ 4 ლუკმაში შეჭამე და მთელი 250 ლარი წამართვი. აი, всё, კამერა ჩართული მაქვს, არ ფიშავ. ეხა ჩამოვდივარ 100 ლარს კიდე. თუ 2 ლუკმაში შეჭამ რომელიმე ნებისმიერ პიცას 100 ლარი გრჩება. უცელი მტკივა რაღაც ძალიან. კაი, მიდი წავიდა. 1 2 3 წავიდა. ტკი მომწელი. მცხენია. რა მცხენია? რა მცხენია? წადი შენი ტუალეტში მასლა და. ბიჭო, მუცელი ამტკივდა უბრალოდ რა იყო? ამოუჭრი ამ კადრებს. რა მიყუე მე ხუჭი. რა იყო ცხოვრებაში არ გიქნია? წამ. მე აი არა უშავს თავიდან და всё მოდიში რა. წავიდა. 1 უკვე ჩაკბიჩა. 2 ლუკაში ძალიან რთულია. აი მე მუცელი. უფ. აი მოვაძინა. გავიხანინა. ბიჭო, ხაფაზი ეთქო. მოდი. აი რა იყო? ვერ გავიგე, ცხოვრებაში არ გიქნია. ამაწყროლე რასუნი იყო? ის სამჯერ გააყურე მე. რასუნი იყო? შედი ტუალეტში თუ გინდა რა. სული ვაფშე არ ყოფილა. თავ რატო იტანჯავ? გიოთები გამაგებინე. ბიჭო, სული ვაფშე არ ყოფილა. ეჭი ტკივა ხომ და ხან მუზეს აბრალებ ხან შედი ტუალეტში რა. მე გამნაუზახარ ჩემი. ბიჭო, აი სული დავიყო გეხო. ვითომ ის ლეიბი ტრაჭუნე, თუმე შენი ხმა ჩემი. გეფცევი არა. პროსტა სული რა მინდა? არ მინდა სული სადიღო მითხარი. რა ხმები იქ? რა თუ მაგრამ შედი ტუალეტში თუ გინდა რა. შევალ ხო, მათ სადე ვაიმე. თუმე ლეიბს მქად ვაგინები, თუ ამის ხმები ყოფილა ძელი გამი. თუ მათ როგორ გააკვებს?
რა